Scriro, schwas ebavepi. აწიდან მარჩილდე რა როშია მეცი არა თხოვთ ჩვენ რაღაცნაირად ამ ჩვენი საუბრით აი მთავრობები მივაწვდით ესე იგი ჩვენი ხმა არსებულ ხელისუფლებას. ანუ იმ ხელისუფლებას რომელმაც მიიღო აი ეს საშინელი კანონი ენის შესახებ. პირდაპირ ვამბობ ამას. ეხლა დამირეკეს თბილისიდან მეგობრებმა და მაცნობებს რომ დღეს მესამე მოსმენით უკვე მიიღებენ კენსტიტუციან ამ კანონს. ამ კანონით სამწუხაროდ ჩვენმა სამშობლომ, ჩვენი სამშობლოს პოლიტიკურმა ცენტრმა, ქართულმა სახელმწიფომ უგულებელყო ქართველური ენები, სხვა დანარჩენი ქართული ენები. ანუ არანაირი გარანტიები არ დადო იმისთვის, ყველანაირი მექანიზმიც ყო უარი, რომ ამ ენებმა იარსებენ და განვითარდნენ. არის რეალობა, არის მოცემულობა, რომელსაც ქვია ქართულ ენათა მოცემულობა. ენობრივი ტრიადა ქართველური კოლხური იბერიული ენები. აქ ყველანი ვისაც ხედავ, ახლა ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი გამიტახე ეროვნულ განმანათლებლობის მოძრაობები. ჩვენ ვიბრძოლით და ბოლომდე ვიბრძოლით. უკანასკნელ ამოსულთვამდე ვიბრძოლით საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მისი ერთიანობისთვის, მისი ბედნიერებისთვის, მაგრამ აი ესეთი საქართველო ნამდვილად არ გინდოდა. თამას, ძმაო, გინდოდა ესეთი საქართველო. მე მგონი არ გინდოდა. კიდევ ვიღა ლოთი, ხო არ გინდოდა ძმაოში. არავის, ჩემო მამამ, ვიზგით, ჩემო სოსო, გინდოდათ ესეთი საქართველო. ჩვენ მინდოდა ესეთი საქართველო, სადაც მეგრულსაც, სვანურსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, ქართულ ენასაც და საერთოდ იმას რასაც ქვია. რასაც ქვია. კოლხური იბერიული ერის ეთნიკური ერთეულობის თავისთავადობის დააცვა, შენარჩუნება და განვითარება. კანონი შექმნილია და ამ კანონში ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული ან მეგრული ან სვანური ენა, რა არსებობს. პირველი თავის, მეოთხე მუხლის, მესამე პუნქტი არის ესე, საერთოდ ჩამოყალიბებული. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართულ ენა კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე. როგორც სახელმწიფო ენის მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას. როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლის უნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობას. ამ ენებს, ესე იგი, ამბობენ ისე გაგვით, რომ მოუვლით, ვიზრუნეთ, იმდენად რამდენადაც ეს შეიძლება, ესე იგი, საჭირო იყოს სახელმწიფო ენის სიცოცხლის უნარიანობაზე. ხვდებით თქვენ რა ტექსტი. დავაკვირდეთ ახლა თვითონ აი ამ სიტყვას. ქართველურ ენაკილოთა. ახლა თვითონ ქართველური, როგორც ასეთი, ხო, არსებობს სვანური, მეგრული და ლაზური ენა, ხო? ქართველური ენები. აი ქართველური ენა არის ეს სამი, ხო? ქართველური ენები. აი კილო რომელია მაშინ? თუ ქართველური ენები არსებობენ, მაშინ იქ არ უნდა არსებობდეს კილო. სადაც კილო არის, იქ არის დიალექტი. აი ასე რომ ასე იყოს. სიტყვაზე რომ ქართველური ენათა და დიალექტთა შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ, მაშინ ჩვენ არანაირი არ გვექნება საერთოდ ამაზე საუბარი და წინააღმდეგობაშიც არ შევალთ, ხო? სახელმწიფო ენის შენარჩუნებაზე და სიცოცხლის უნარიანობაზე უნდა იმუშაოსო აი ამ ქართულურმა ენებმა, როგორც წერენ ენაკილოთა, ხო? თავიანთი ტერმინით. ესე იგი, ესენი გზას ჩახერგავენ ფაქტობრივად იმით, რომ თურმე ქართველურმა ენებმა, მე ქართველურს ვუწოდებ, როგორც სწორია ისე, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენისთვის უნდა იშრომონ და იღვაწონ. ანუ სახელმწიფო ენა უნდა იკვებებოდეს მეგრული ენით, სვანური ენით. ის თავისთავად იკვებება და სასასუხად ჩვენ მართლა არ ჭირდება და არ მივიღებთ მეგრულს ქართულის. ეწინააღმდეგებაო ეს კანონის საერთაშორისო კანონებს და მათ შორის ევროსაბჭოს კანონებს და ჩვენს მიღებას რაც არ შეუშლისო ევროსაბჭოში. მე კიდევ ვეუბნები რომ ეწინააღმდეგე. რატომ? რითი? აი ამით. საერთაშორისო დეკლარაციაში სიტყვით წერია. ყველა ხალხს აქვს უფლება ილაპარაკოს და წეროს საკუთარ ენაზე. რატო არ გვაძლევთ მაშინ ჩვენ ელემენტარულად ამ ენაზე? აი სკოლაში, ქართულ სკოლებში შეასწავლონ რა ურთიერთობაა
ქართულსა და ქართულ ენებს შორის, რომ ნათესავი ეს მაინც ხო შეასწავლა. საფუძვლები. არა ეროვნული სახელმწიფო უმცირესობების ენებისთვის ამ კანონში თუ კარგად შევბარად დამატებად იმათთვის უკვე იმათი და ყველანაირი გარანტია იგი არსებობს. არსებობს ყველანაირი. კარგად თუ ჩაიხადო, ყველანაირი გარანტია არის ფუნქციონირებისთვის. მარგალურ ნინადო შონურ ნინაშო ვარებო საერთოდ ღიას უცებ დადებული. ნები 1000-ობითა 5000-ზე მეტი. სახელმწიფოები კი 200. ყველა სახელმწიფოს პრობლემაა აი ეს პრობლემა. ენის სიკვდილი უდრის ხალხის სიკვდილს. მოკვდება მეგრული ენა, მოკვდება მეგრელი ხალხი. თანაშორისი ხალხი მეგრელი. საერთოდ გაიგონიათ პრესაში, ქართველურ პრესაში. ქართულ პრესაში კი არ მოგვ ქართველურში, იმიტომ რომ პრესა ჩვენ მარტო ქართული გვაქვს, მაგრამ ქართველური საერთოდ პრესა არ არის და სად გაიგონებთ? ქართულ პრესაში გაიგონიათ რომ მეგრელი ხალხი, სვანი ხალხი, მეგრელები, თუმცა ჩვენ მეგრელები ვიყოთ ირმის ჯოგი ან ცხენების რემა. მეგრელები მეგრული ენასაც კი უმცხიან რომ წარმოთქვა. ჩვენ უნდა დავაჭროთ იმას, რომ სამეგრელოში, როგორც სვანეთში, ისწავლებოდეს დაწყებით სკოლებში ზოგიერთი სადმი მაინც შევდა მეგრულებს. ეს იქნება რაღაც გადაჭენის არავ დგევართ იმ პოზიციაზე, რომ ამ უაღრესად აქტუალური პრობლემური საკითხის პოზიტიურად გადასაჭრელად ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რესურსი ჩვენივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში, ჩვენივე სამშობლოს გონიურად მოაზროვნებულ და ადეკვატურად განწყობილ საზოგადოებაში. ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი სურვილი მივმართოთ მსოფლიოს საზოგადოებას, ან კიდევ ათ უკვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს რომელიმე პოლიტიკური ცენტრის აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით ჯერჯერობით ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება ოდენ ღალატებისა უდაბნოთა შინადა ხელისუფლება მთავრობა პირველად ქვეყნის ისტორიაში აიღეს პასუხისმგებლობას ქართულ ენათა დაცვა განვითარებაზე.